დღეს ქალები უფრო გინეკოლოგთან დადიან და თავს იმოწმებენ თუ ჩვენთან პლასტიკურ ქირურგებთან და ესთეტიკურ პროცედურებზე? უფრო ესთეტიკა. ჯანსაღია. მშობიარობის შედეგად დაზიანებული საშოს კედლები. არის თუ არა ეს მაგალითად პრობლემა ჯანსაღი სექსისთვის და ორგაზმის მიღწევისთვის? არ არის გამორიცხული რომ კი. პრეზერვატივი თუ პრეპარატი? უსაფრთხო კონტრაცეფცია არის სწორად შერჩეული პრეპარატი. ანუ რაღაც უცნაურია, ხო, თითქოს საშოს კედლებს ჭირდება გაახალგაზრდა და ჭირდება. აუცილებლად უნდა იცოდე რას თავაზობ პაციენტს, რისთვის თავაზობ. სექსი არ მქონია უკვე 2 წელია ზოგი ამბობს და თანო ეს ყველაფერი ჩემ გარეგნობაზე აისახებაო და არის ეგეთი რამე კავშირები? როდესაც ჩვენ სტრესის რეალიზებას ვერ ვახდენთ, ეს ზემოქმედებას უკეთებს ყველაფერს, მთლიან ორგანიზმს. მენოპაუზა და ვიზუალი რა კავშირში ერთმანეთთან? რაღაცა ასაკთან ერთად ჩვენ ვკარგავთ ელემენტებს, რომელსაც არსი ადვილად უკვე ვეღარ ვიღებთ. რას ნიშნავს ტერმინი ჯანსაღი სექსი? თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავალაგებთ, თქვენ, კოსმეტოლოგები, ყველა კარგად მიიღებს შედეგს.